არ ვიცი თუ შეიძლება სტაბილური ვითარება უწოდო აფრიკაში განვითარებულ მოვლენას მოგესალმებით პირველ რიგში, მაგრამ ის რაც აფრიკაში ხდება არის მიუღებელი და მე ვეცნამდეგები ექსპანსიას და რაც შეეხება ექსპანსიას აფრიკაში მოუწოდებ ჩინელებს შეწყვეტეთ ექსპანსია წინააღმდეგ შემთხვევაში ჭყონიების მხრიდან გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად გაგდებთ 45 წუთს ვადას ან შეწყვეტეთ ექსპანსია ან ჩვენ ჭყონიები მოვდივართ აფრიკის გადათარჩენად. ჩემი ძმაკაცი საბა კოკოლაშვილის ხოროს იქ და არ უნდა ექსპანსია აფრიკაზე. ეგე არმატურით გააკეთეთ, ბეტონით გააკეთეთ და ეგე ციფა არის და არის. რატო? იმიტომ რომ ეგ არის კარგად გაკეთებული ხარისხიანი არმატურით და აბსოლუტურად მაგარი გვირაბია. თქვენი გზები არ გაიშვა ასად ჩინელებს მიმართა. აი თქვენი გზები არ გაიშვა ასად. აი არცად. კონკრეტულად არცად. აი თქვენ გზას აკეთეთ და ეგ არის რავი ბოლო ხარისხი. არაფერი ხარისხი არ აქვს თქვენ გაკეთებულ გზას. ვაი თქვენ გაკეთებულ გზას აუთხარ და კიდევ ერთხელ შეწყვიტეთ ექსპანსია წინააღმდეგ შემთხვევაში ჭყონიების მხრიდან გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და აფრიკაში სიმშვიდის დასამყარებლად. და რაც უფრო მიუღებელია ჩემთვის უფრო მიუღებელია ვიდრე ექსპანსია აი აფრიკელების დაჩაგვრა ქვია. ექსპანსიაც აღარ ქვია ამას. ქვია აფრიკელების აი შეხედე. გაიქროლა მანქანა რომელიც ჩინურია თუ ამერიკულია ვერ გაიგებ. წინა ჩინურია უკანა ამერიკულია ვერ გაიგებ.